მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. მე მისი სამყარო თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით, გიორგი. მადლობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი იმ მნიშვნელოვანი პროცესებით, რაც მიმდინარეობს მსოფლიოში და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ პრეზიდენტს, ახალ ადმინისტრაციას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში საზოგადოების, ალბათ მსოფლიო საზოგადოება არის ფოკუსირებული რა იქნება უკრაინაში, როგორ შეიცვლება იქ პროცესის მიმდინარეობა, რისი გაკეთება შეუძლია დონალდ ტრამპს ამ მხრივ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დათანხმდება თუ არა ამას პუტინი. სხვა შორის აქ ერთი საინტერესო ნიუანსი რა არის აი ამ ჩვენი პროდასავლებისთვის, ყოველთვის ხო ჩვენ გვესმოდა, რომ უკრაინა ამ ომში თავის სუვერენულ გადაწყვეტილებებით მოქმედებს. უკრაინა გადაწყვეტს თავად, როდის უნდა დაამთავროს ეს ომი და ასე შემდეგ. დღეს როცა ამაზე მიდგა საკითხი, კითხვა მდგომარეობს იმაში, პუტინი დათანხმდება თუ არა, თორე ზელენსკი რაც დათანხმდება, საერთოდ გაგიგიათ ვინმეს გამსგავსი კომენტარი. მინდა რომ ამ თემებზე ვისაუბროთ, აი ტრამპმა განაცხადა ასეთი რამ, რომ თუ კი ომი დროულად ვერ შეწყდება, ჩვენ მოგვიწევს დავაწესოთ ტარიფები, მოგვიწევს დაუწესოთ დამატებითი სანქციები რუსეთს. რამდენად არის ამისი შესაძლებლობა გრძელდება თქვენი აზრით ეს კონფრონტაცია, თუ რეალურად გაჩნდა იმისი ფანჯარა, რომ მართლაც დაიწყოს რაღაც მოლაპარაკებები და ომი რეალურად დასრულდეს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს პატივცემულ მაყურებელს. ინაუგურაციამდე ჩვენ თქვით, რომ ესე იგი ტრამპი არ არის ის პოლიტიკოსი და ის ქვეყნის ლიდერი, რომელიც ასე ვთქვათ, კეთილშობილური მიზნები აქვს. ის არის ჩვეულებრივი ანგლოსაქსების მიერ მოყვანილი კანდიდატი, იგივე გლობალისტი არის. სისტემური კადრი არის და არა ხალხისგან, ხალხის მოყვანილი კადრი. ეგ ნამდვილად ეგრეა, ხო? იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომელი კლანის წარმომადგენელი არის ტრამპი და გავიმეორებ, რომ ტრამპი არის უფრო ძველი ელიტების წარმომადგენელი, რომლებმაც ფაქტიურად შექმნეს შეერთებული შტატები. ეს ძველი ბრიტანული ელიტა, რომელიც შტატებში როგორც ჯერ კოლონიაში გადავიდა და შემდეგ უკვე მოამზადეს შტატები როგორც ახალი სახელმწიფო, შეუქმნეს სახელმწიფოებრიობა და მე-20 საუკუნეში უკვე შტატები გადაიქცა ზესახელმწიფოდ. ეს ხელოვნურად მოხდა და ძალიან მარტივი ფაქტები შეიძლება დავასახელოთ, რომელიც ამაზე მეტყველებს, მაგალითად შეერთებული შტატები, ის ძველი ელიტა, რომელმაც მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში, იმ ელიტამ დააორგანიზა და ხელი შეუწყო იმას, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს შესაძლებელია ეს პირველი მსოფლიო ომიც იგივე ანგლოსაქსების მიერ იყო დაორგანიზებული და მიზანი იყო, რომ შეერთებული შტატები გამხდარიყო ერთ-ერთი ზესახელმწიფო, თუ არა პირველი. და შემდეგ უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს უკვე მეორე მცდელობა იყო, რომ შტატები საბოლოოდ გაძლიერებულიყო და მიზანი ფაქტიურად მიღწეული იყო იმის ხარჯზე, რომ ესე იგი ევროპაში დაორგანიზეს გაუგონარი ომი, სისხლისღვრა და ამის ხარჯზე ისინი გაძლიერდნენ, ხო და მეორე მსოფლიო ომი ფაქტიურად დაასრულეს იმით, რაღაც კაცობრიობაში, ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა ხიროსიმა და ნაგასაკიში, რაც მოხდა, ხო, ატომური ბომბი აფეთქეს ამერიკელებმა, ჩამოაგდეს და მსოფლიოს დაანახეს, ძალის დემონსტრაცია იყო და მთავარი მიზანი ის იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა, იგივე აი ტრამპის ელიტამ მოახერხა ის, რომ მოხდა ბრეიტონ-უდის შეთანხმება ჯერ ომის დამთავრებამდე 1954 წლის ივლისში. და ეს იყო თავს მოხვევა მსოფლიოსთვის ის დოლარის სისტემისა, რომელიც ფაქტიურად მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას ძარცვავს, ხო? ჩვენ დეტალურად გვისაუბრე ამაზე, თუ რა სქემებით ძარცვავენ, ეს არის ეგრეთ წოდებული ინვესტიციები და შემდეგ უკვე სარეზერვო ვალუტა, ხო? აიძულებენ ქვეყნებს, რომ იყიდონ დოლარი რეზერვის სახით.
რომელიც დღეისათვის არანაირად არ არის გამყარებული. თუ 1971 წლამდე ითვლებოდა, რომ დოლარი გამყარებული იყო და განსაზღვრული იყო $35 1 უნცია ოქრო, დღეისათვის უკვე დოლარს არავით არის საფუძველი არ აქვს და ეს დოლარის იმპერია ინგრევა. ბაიდენის დროს უკვე ეს ყველამ დაინახა თუ რა მარგინალური და ასე თქვა დეგრადირებული იყო ამერიკული ელიტა და ტრამპის მიზანი იყო რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობა შეენარჩუნებინა და ბაიდენმა რაც მოახდინა ანუ დასუსტება შტატების იქიდან გამომდინარე რომ ბაიდენი იმ ელიტას წარმოადგენს რომელიც ასევე ტრამპის იმ კონსერვატორულმა ელიტამ შექმნა როგორც ლიბერალური ელიტა, პირობითად ლიბერალური ელიტა, რომლებიც არიან ფაქტიურად საბანკო ფინანსური ელიტა და მათი იდეოლოგია ლიბერალიზმი აირჩიეს იქიდან გამომდინარე რომ ამ ესე იგი მათ შორის LGBT პროპაგანდით მოეხდინათ კონკრეტულ ქვეყნებში მათ მიერ დასახელებულ კოლონიებში მოსახლეობის დეგრადაცია და დეგრადირებული მოსახლეობის უკვე ჩართვა საბანკო კაბალაში, ხო? ეს იყო მათი მიზანი და ბაიდენის მიზანი იყო რომ მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობისა და მოსახლეობის ხარჯზე გაეძლიერებინა საერთაშორისო საბანკო კორპორაციები. ამიტომ იყო ის მიმართული იქითკენ რომ არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ, პირიქით ასუსტებდა. და ამ დროს მოდის ტრამპი, რომელიც ითვლება ეროვნული ინტერესების გამტარებლად, მაგრამ როგორც ხედავთ ჩვენ ის იტყუება, ხო? ის ამბობდა, რომ იზოლაციონურ პოლიტიკას გაატარებდა და ამ დროს ის მოდის და ამბობს, რომ გრენლანდია და კანადა უნდა მიერთოს, ხო? კი ბატონო, ესეც ცხადი არის. თუმცა ამ შემთხვევაში იზოლაციონიზმში შეიძლება ზუსტად მაგას გულისხმობდა, რომ ჩვენს ნახევარსფეროში ჩავიკეტებით, მაგრამ აი იქ რაც გავაკეთებთ, ეს შეიძლება არ არის დანარჩენი მსოფლიოს საქმე. ესეც ხო ვარიანტი არის. სხვა შორის აი მნიშვნელოვანი აქცენტი ამ ხრივ რაც აი ტრამპის გაპრეზიდენტებას მოყვა, ეს არის მომენტალურად ურთიერთობების დაძაბვას ვერ ვიტყვით შეიძლება, მაგრამ გარკვეული უთანხმოებები, გარკვეული გაუგებრობები ევროპასთან. მის პრინციპში ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორ სივრცესთან ეს არის ევროპა, ევროკავშირი. თავარი აქცენტი რაც ამ ხრივ კეთდება, როგორ შეძლებს თუ არა ევროპა თვითონ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. დღეს არის ეს მთავარი კითხვა და აი მაგალითად მინდა მაყურებელსაც გავაცნო ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი მარკ რუტეს განცხადება. არ შეგიძლიათ ამერიკელ ხალხს თხოვოთ ნატოს ქოლგის გაფართოება, როდესაც ამჟამინდელი წევრები არ იხდიან თავიანთ სამართლიან წილს. ანუ ამ შემთხვევაში ტრამპის და პრინციპში ეს წინასაარჩევნოთაც იყო მისი ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი, იდეა, რომ ევროპა არის ერთგვარად ჩამოკიდებული ამერიკის უსაფრთხოების ქოლგაზე და ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს, ევროპამ უნდა გადაიხადოს ფული ამაში. ის საუბრობს, რომ ნატოში ამ წევრობის მოსაკრებელიც უნდა გაიზარდოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი ამ მიმართულებით, ამ უსაფრთხოების ქოლგას, რომ გარკვეული პრობლემები უკვე აქვს და რაღაც გარკვეული უთანხმოებები ამ მიმართულებით არსებობს, ესეც ცხადი და ფაქტია, ხო? აი რა იქნება ევროპისთვის ამ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიები, თუ კი მართლაც ეს ტენდენცია გაგრძელდა და სანამ შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით ტრამპი ამოქმედებს იმ სცენარს, რომელიც ამოქმედეს თავის დროზე, ესე იგი შეერთებულმა შტატებმა, იგივე მე-20 საუკუნის დასაწყისში, ხო? ანუ ესე იგი ევროპაში დაორგანიზებული კონფლიქტების ხარჯზე შეერთებული შტატები შეეცდება რომ გაძლიერდეს. Ну, იგივე სცენარი, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ვიხილეთ და იგივე ახლა ულტიმატუმი, რაც რუსეთის მიმართ იყო გაჟღერებული ტრამპის მხრიდან, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდებოდა მის პირობებს, ну, ფაქტიურად ესეთი კონტექსტი იყო, ის გააძლიერებდა სანქციებს. ეს ულტიმატუმი არის და რა თქმა უნდა შეცდომა არის ასეთი ენით არ უნდა ესაუბრო ზესახელმწიფოს, რომელიც სამხედრო ძალით შენზე ძლიერია. და დღეისათვის რუსეთი სამხედრო ძალით ნომერ პირველია, ანუ შეერთებულ შტატებზე ძლიერია, ხო და კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგვიძლია, მაგალითად ავანგარდი რაკეტა, რომელიც
რომელსაც მათ შორის ბირთვული კობინის გადატანა შეუძლია. ამ რაკეტას შეუძლია დედამიწას 2 წრე დაარტყას პირობითად და ნებისმიერ წერტილში მოხვდეს. მათ შორის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია მისი ჩამოგდება. ასევე არის მეორე რაკეტა პოსეიდონი, რომელიც საზღვაო დარტყმა შეუძლია, მაგალითად წყალქვეშა ნავიდან შეიძლება მოხდეს გასროლა, ეგრეთ წოდებული ტორპედოს სახით და წყალქვეშ მას შეუძლია დაახლოებით 70 კვანძი ქვია მე მგონი, ანუ წყალქვეშა სიჩქარეს განავითაროს ძალიან დიდი სისწრაფით და 5000 კილომეტრის დაშორებით რა, ანუ ახლოსაც არ მივიდეს სანაპირო ზოლთან და ასევე ისიც მისი განეიტრელებაც ვერ მოხდება. ეს ორი და ასევე ორეშნიკი, რომელსაც საერთოდ ისეა გასაიდუმლოებული, რომ ამერიკელები ვერ ხსნიან პრინციპს, როგორ არის მოწყობილი ეს რაკეტა. და მით უმეტეს მისი ჩამოგდების მექანიზმი არ აქვთ ამერიკელებს. აქედან გამომდინარე, ახლა ტრამპი აი ლოგიკურად მე ველოდებოდი, რომ ტრამპი პირველს იმას ითხოვდა, რომ რუსეთთან უნდა დალაგდეს, ანუ უნდა მოხდეს შეხვედრა და კონფლიქტების დასრულებასთან დაკავშირებით. ამას შესაძლებლობა არც უარყო პირიქით თქვა, რომ კი ბატონო, ამაზე თქვა, მაგრამ ერთის მხრივ ვიძახის, რომ ის მას კარგი ურთიერთობები აქვს ვლადიმერ პუტინთან და ამ დროს იქვე იძახის, აჟღერებს ულტიმატუმს, ხო? ეს არის არალოგიკური. როცა შენ გინდა რომ მოელაპარაკო მეორე მხარეს, რომელიც შენზე ძლიერია, ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკო, ხო? და ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ტრამპის მომხრემ, დიმიტრი საიმსმა ისაუბრა ერთ-ერთ რუსულ არხზე და პირდაპირ გააკრიტიკა ტრამპი რა. მე ანუ თქვა რომ ტრამპის მომხრე არის, მაგრამ აკრიტიკებს იმ მხრივ რომ ეს სულელური განცხადება იყო მისი მხრიდან. აქვე ისმის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარკო რუბიოს მხრიდან. იგივე რუსეთთან მიმართებაში რაღაც აგრესიებზე იყო ლაპარაკი. უკრაინას კონფლიქტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, ანტირუსული განცხადება და ასევე ეხლა ამას უნდა შევხედოთ ისე, რომ ესე იგი ტრამპის მიზანი რა არის? ესე იგი შანტაჟი არის რა, უბრალოდ მას გააჩნია რაღაც ბერკეტები ფინანსური დოლარის ხაზით და ამ ბერკეტებს იყენებს, მაგრამ ეს მივა იქამდე რომ ამერიკის მხარე დამარცხდება უბრალოდ რა აი ამ ხო მაგრამ თუმცა ხო არ შეიძლება ეს განცხადებები ასეც აუხსნათ რომ უბრალოდ ტრამპი შეიძლება სულაც არ არის ახლა რაღაც ულტიმატუმებით საუბრის ხასიათზე და არც აქვს ამის მდგომარეობა მაგრამ მეორეს მხრივ ვერც რაღაც ისეთი კაპიტულანტური პოზიციებით ვერ წარმოჩინდება ხო ეს მას შიდა აუდიტორიისთვისაც ხო ჭირდება რომ წარმოაჩინოს რომ სწორედ ის არის ლიდერი ამ პროცესში პუტინი კი არ არის ამ შემთხვევაში ლიდერი ტრამპია ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს ეს უნდა იყოს ამერიკის გამარჯვება და არა პუტინის გამარჯვება აი დაახლოებით ამ ლოგიკას ხომ არ ავითარებს დიახ მაგალითად ახლა დღეს უკაცრავად გუშინ გააკეთა განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათადბიროს ან გოსდუმის სპიკერმა თავმჯდომარემ ბატონმა ულოდინმა და მან თქვა რომ ესე იგი ტრამპის მიზანი არის ჰეგემონიის შენარჩუნება არა იზოლაციონიზმი არამედ ჰეგემონიის შენარჩუნება და შემდეგ იყო განცხადება ასევე სათადბიროს წევრის კომიტეტის ეკონომიკური კომიტეტის წევრის ევგენი ფიოდოროვის მხრიდან რომელსაც მე 10 წელზე მეტია ვიცნობ და ძალიან საინტერესო განცხადებებს აკეთებს ხოლმე პოზიციურად ასევე ძალიან ძლიერი პოზიცია აქვს და ასე ვთქვათ საინტერესო აზრს გამოთქვავს. მან თქვა, რომ ტრამპის მიზანი არის ჰეგემონიიდან, შტატების ჰეგემონიიდან მოახდინოს ტრანსფორმაცია შეერთებული შტატების იმპერიად გადაკეთებისა. და ეს იგივე კანადის მიერთება, გრენლანდიის მიერთება და პანამის არხის ასე ვთქვათ დაბრუნება, როგორც ისინი აცხადებენ. ეს არის ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ ისინი იმპერიალისტური მიზნები აქვს და არავითარი იზოლაციონიზმი აქ არ არის, ხო? და აქვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მოადგილემ ბატონმა სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მასაც პირადად ვიცნობ 2022 წელს ჰქონდა პატივი
გორჩაკოვის ფონდიდან ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ძალიან საინტერესო ადამიანია. მან განაცხადა, რომ რუსეთს იმედი აქვს, რომ ასე ვთქვათ, პანამის საერთაშორისო ხელშეკრულებები და იურიდიული სამართლებრივი მხარე არ დაირღვევა შეერთებული შტატების მხრიდან. ანუ ეს პირდაპირ სიგნალი იყო, რომ შტატებმა არ უნდა მოახდინონ, ასე ვთქვათ, ოკუპაცია იგივე პანამისა. ეს გასაგებია რუსეთის ასე ვთქვათ პოზიცია, ალბათ ჩინეთის პოზიციაც იქნება ამისი მსგავსი, მაგრამ რამდენად შეაჩერებს ეს ტრამპის გეგმას? მე სავსებით ვიზიარებ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ამ საფრთხებს ვხედავ, რომ რაღაცა ისეთ როგორ თქვა, სახელმწიფოდ ფორმირდება შეერთებული შტატები და ბოლო ალბათ 72 საათი ამისი ძალიან მკაფიო დადასტურება, რაზე შეიძლება მანამდე საერთოდ არც არავის უფიქრია. მართლა ვერავინ წარმოიდგენდა იმას, თუ 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელი პრეზიდენტი განაცხადებდა, რომ მე კანადა უნდა შევიერთო, მე გრენლანდია უნდა შევიერთო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ჯანსაღია მათ შორის, ესე ვთქვათ, მაშინ ასე დავსვა ამ კითხვას, ქართულ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილშიც მათ შორის ჩვენ მხარეს მდგომი, მათ შორის მეორე მხარეს მდგომ ადამიანებში, ტრამპის გაპრეზიდენტებას შეხვდნენ ერთგვარი ისეთი ხმოსახდაცებით, რომ მოდის ხსნელი მესია. რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულებები და რამდენად გვაქვს ამისი საფუძველი, გჯეროდეს, რომ ეს არის მართლაც ადამიანი, რომელიც მოდის ალტრუისტული მიზნებით, რომ სოფლიოს მოუტანოს სიკეთე და სოფლიოს მოუტანოს მშვიდობა. მე არ მინდა ძალიან ხისტი პარალელები გავავლო, მაგრამ ახლა ვინც არიან დაუშვათ ამ საკითხებით დაინტერესებული, უყვართ ასეთი თემების შესწავლა. მახსენდება 30-იანი, 40-იანი წლების დასაწყისში გერმანია, 30-იანი წლების ბოლოს გერმანია, როდესაც იქაც რაღაც მშვიდობის ტალღაზე მოვიდა ჰიტლერიც, სხვათა შორის. ახლა არ არის ეს რა თქმა უნდა სწორი პარალელი და ამას არ გულისხმობ, მაგრამ ან მხოლოდ ის, რომ რიტორიკა აქ ადამიანს შეიძლება მშვიდობის მყოფელის არ გულისხმობს იმას, რომ ის აუცილებლად იქნება ასეთი, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით რიტორიკაში. ძალიან ასე ვთქვათ, ფრთხილად უნდა იყოს მსოფლიო, რომ აი ამ ტრამპის, ასე ვთქვათ, ესეთი მოტყუების პოლიტიკით რა. ანუ ის არის პროფესიონალური მატყუარა, ასე შეიძლება შეაფასო, როდესაც არჩევნებამდე იძახდა, რომ იზოლაციონის პოლიტიკას აირჩევდა, დაამთავრებდა კონფლიქტს უკრაინაში და ამ დროს მოდის და როგორც კი ხდება პრეზიდენტი, ანუ იქამდე ოფიციალურად სანამ გახდებოდა პრეზიდენტი, აცხადებს, რომ პირდაპირ იმპერიალისტური გეგმებით მოდის და იერთებს მათ შორის მისი მოკავშირის უბრალოდ კანადა ხო მოკავშირედ ითვლებოდა ნატოს მხრივ და ასევე დანიაც ხო მოკავშირეა. და ორივე მოკავშირეს უბრალოდ აი ამ ხელა ტერიტორიები მიითვისა რა. ჯერ არ მიუთვისია, მაგრამ გეგმა აქვს და მეორე მხრივ ახლა საქართველოში გასაგები არის მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ სიღრმეებში ვერ ერკვევა, რომ ისინი ხედავენ, რომ აი ტრამპი მოვიდა როგორც კონსერვატორი და ცდილობს დაამთავროს ის ლიბერალური დღესასრიგი, LGBT პროპაგანდა, მეორე მხრივ ნარკოკარტელი, რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს მექსიკიდან და ასე შემდეგ. ეს რაც განაცხადა როგორც კონსერვატორმა, ეს გასაგები არის, რომ სიმპათიები დაიმსახურა, მაგრამ ამავე დროს მე მიკვირს საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ერკვევა იმ ნიუანსებში და მაგალითად კარგად ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ტრამპი არის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავგვიწესა სანქციები, ხო? და რატომ უნდა გქონდეს სიმპათია იმ ქვეყნისა და იმ ქვეყნის ლიდერის მიმართ, ტრამპის მიმართ, რომელსაც შეეძლო გაეუქმებინა სანქციები. მაგრამ არ გააუქმა, ხო? არც განცხადება საკეთებს, საერთოდ საქართველოსზე დავიწყებული აქვს ის საერთოდ ეგ მოლოდინი რომ ეხა ტრამპი დაჯდებოდა და პირველ 72 საათში ეხა საქართველოსზე დაიწყებდა ლაპარაკს. რავი, თქვენ გქონდათ, მე პირადად არ მქონდა და ეს ცოტა უნდა გავიაზროთ ხოლმე რა, ქართველებმა რომ სამყაროს ცენტრი ეხა არ იწყება გეოპოლიტიკა საქართველოსთან, რადგან იმ ტრამპს მართლა გრენლანდია და ჩინეთი და რუსეთი და გლობალური სამხრეთი და ესეთი თემები აქვს გადასაჭრელი და ეხა დაჯდება დონალდ ტრამპი და მოდი აბა საქართველოს საკითხზე რა ვთქვნათ, ამაზე გამართავდა რაღაც საჯარო დებატებს. მე პირადად არ მქონია ასეთი მოლოდინი. შეიძლება ეხლა კაი ტრამპს არცალია და რაღაც, მაგრამ ტრამპს ხო ყავს იქ ჩინოვნიკები, კავკასიის წარმომადგენლები მიმართულებაზე. კავკასიის წარმომადგენლები, იქ სახელმწიფო დეპარტამენტი და დეპარტამენტის თავკაცი.
მარკო რუბიო და იმას კიდე რა ვიცი რამდენი მოადგილეები და ისინი და ეხლა ვიღაცას არ ეცალა რომ აი 5 წუთით რაღაც განცხადება გაეკეთებინა ხო რომ აი ჩვენ ან ისე ან ესე საერთოდ ჩუმად არიან და ელოდებიან რა როგორც საოჭრო საგანი ვართ ჯერ კი ვაჭრობენ და აი მაგალითად ეხლა კობახიძემ განაცხადა რომ ბოლო წლების განმავლობაში 4 მცდელობა იყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და მათ შორის ამ სცენარში ჩართულები იყვნენ ამერიკის მხარე როგორც დამფინანსებელი და იმედი გამოთქვა რომ დღევანდელი ადმინისტრაცია ამ ფაქტს ასე ვთქვათ ნუ რაღაცნაირად შეცვლის რა მიდგომას. ანუ პირდაპირ რო გადმოვთარგმნოთ კონტექსტი ის იყო რომ იმედია რომ სამომავლოდ სახელმწიფო გადატრიალებს აღარ მოაწყობს რომ ახალი ადმინისტრაცია კულტურულად თქვა და ძალიან კარგია რომ ასეთი რაციონალური და პრაგმატული ხედვა არსებობს საქართველოში დღევანდელი შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან მიმართებაში და ილუზიები ნელ-ნელა ქრება რომ ესე იგი შეერთებული შტატები შეიძლება იყოს რაღაც კეთილი შობილური მიზნები კონდეს საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ კარგად ხედავთ რომ ეს ილუზიები თანდათან ქრება და ტრამპის ყოველდღიურ განცხადებებს უკავშირდება ეს ყველაფერი და ну ფაქტები უფრო მეტია ვიდრე შეიძლება იყოს მაგალითად გახდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი იმის მაგერად რომ იზოლაციონიზმის პოლიტიკა გაეტარებინა და ეძებნა მოკავშირეები იმისათვის რომ იგივე deep state დაამარცხოს ლიბერალური ის დღის წესრიგი და 1000 რეფორმაა გასატარებელი ქვეყანაში და ეკონომიკა თავზე ენგრევა ამაზე შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ და იქ კონფლიქტები აქვს მოსაგვარებელი როგორც სურვილის გამოთქვას ხო და ლოგიკური იქნებოდა რომ ეძებნა მოკავშირეები რა და პირველ რიგში თავის მოკავშირეებს დაარტყა იგივე კანადას და დანიას და ევროპას საერთოდ პირდაპირ მათ საქმეებში ერევ ჩვენ ახლა ეს პირდაპირ ვიტყვი გვაწყობს მათი კამათი მაგრამ ლოგიკას უბრალოდ ლოგიკას ჩვენ ვცდილობთ რომ ლოგიკა ახსნათ აი ტრამპის და საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს და რისთვის რა მიზნები აქვს რომ ჩვენს გავითვალისწინოთ როგორი მიდგომა გქონდეს ხო რომ თავი დავახციოთ დასავლურ ექსპანსიას ტრამპა პირდაპირ განაცხადა, რომ აი ბრიქსის ქვეყნებს დაუწესებდა გადასახადს იქიდან შემოსული პროდუქციის 100%-იან გადასახადს დაუწესებდა. ასევე ეხლა პირველი თებერვლიდან ამოქმედება მექსიკასა და კანადას და შემოსულ პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადი. ესაც აი ეს არის ყველაფერი იმას მიუთითებს რომ მას არ სურს მოკავშირეების ძებნა და ის ეძებს კონფრონტაციას და შანტაჟის ენით საუბარს რომ ის გააძლიერებს და ამით ცდილობს ის გააძლიეროს ამერიკის პოზიციები მექსიკასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ აი თქვენს ახსენეთ რომ ნარკოკარტელები რომლებიც მოქმედებს მექსიკაში უნდა მოახდინოს მათ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება და მე არ ვიცი შეიძლება ზედმეტად ეჭვიანი ვარ მაგრამ მე მანდაც ხედავ გარკვეულ საფუძველს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კარგად შეიძლება ძალიან კარგად ვიცი ისეთი ნათქვამი მაგრამ ყველამ ვიცით ხო რომ მათ შორის ამერიკული ელიტები ძალიან დიდი ბიზნეს ინტერესები იყო ყოველთვის მაგ ნარკოკარტელებთან ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას სამსახურები პირდაპირ საზრდოობდნენ და ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას აქვს ერთადერთი დანიშნულება ხოლმე პოლიტიკურ პროცესში ეს არის რომ მოგეცეს იმ ტერიტორიაზე შეჭრის სამართლებრივი საფუძველი თუ კი შენ დაადასტურებ იმას რომ შენ საზღვრებთან მოქმედებენ რაღაც შენი კანონმდებლობით მიჩნეული ტერორისტული ორგანიზაციები შემდეგ შენ გააქვს უკვე იმისი საფუძველი რომ იქ მათ შორის სამხედრო ინტერვენცია განახორციელო ამ შემთხვევაში მექსიკაზე არის საუბარი და სხვა შორის ეს როგორც ჩანს მექსიკაშიც შენიშნეს და მოვისმინეთ მექსიკის ლიდერის ძალიან მკვახე განცხადებები ხო ამის გამო არა კარტელების გამო მაგრამ იგივე მექსიკის ყურეს რო გადაარქვა სახელი და ამერიკის ყურე უნდა იყოს ხო ნუ ამ საკითხზე მექსიკასაც ძალიან მწვავე რეაქციები ჰქონდა მინდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან თემას ეს გახლავთ სლოვაკეთის ლიდერის ფიცოს განცხადება მან და როდესაც საუბარი არის სახელმწიფო გადატრიალებებზე მან ახსენა საქართველო მან თქვა რომ სლოვაკეთში დღეს იმყოფებიან ის სუბიექტები რომლებიც მოქმედებდნენ
მოხვდებდნენ საქართველოში და მოქმედებდნენ უკრაინაში მაიდანის სცენარების დროს. უკრაინის შემთხვევაში ეს იყო წარმატებული, საქართველოს შემთხვევაში ეს არის წარუმატებელი ჯერჯერობით. მაგრამ ფიცომ თქვა, რომ სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ეს ხალხი, მან დაანონსა, რომ იქნება ძალიან მკაცრი და არც კი იფიქროთ ვინმე მაგ მსგავსი პროცესების მოწყობაო, მაგრამ როგორც ჩანს ეს ძალები მაინც მოქმედებენ და მათ შორის მოქმედებენ უკვე უშუალოდ ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე, ხო? რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ პერიოდში ევროპაში იქნება დესტაბილიზაცია, ამ მხრივ პოლიტიკური დესტაბილიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში? ნუ მაგალითად ახლა ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რაც ხდება შეერთებულ შტატებში. და ხდება ის, რომ ესე იგი ტრამპს არ აქვს დრო იმისათვის, რომ მას ჭირდება, რომ უკრაინის კონფლიქტი დაასრულოს მალე და დაასრულოს იმით, რომ მისთვის საუკეთესო პირობებით. რაც შეიძლება, თქვათ, ნუ ეხლა რუსეთის მხარეს გაცხადებული აქვს უკვე ჯერ შარშან შემოდგომით ბატონმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს იმით, რომ მოხდეს დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია უკრაინისა, რომ ის არ შევიდეს, არ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და დასავლეთმა უნდა აღიაროს, მათ შორის უკრაინამ უნდა აღიაროს, ну, რა თქმა უნდა, ყირიმი და ის 4 ოლქი, რომელიც სადაც ჩატარდა რეფერენდუმი, ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით და შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას და ეს ოლქები უნდა იყოს აღიარებული. ეს გაცხადებული არის და ეხლა უკვე როდესაც ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ესე იგი მოლაპარაკებისთვის ის რა თქმა უნდა ღია არის, მაგრამ მოლაპარაკება უნდა დამთავრდეს გრძელვადიანი მშვიდობით და არა რაღაც მოკლევადიანი მშვიდობით, რომლის დროსაც დასავლეთ შეიძლება რომ იგივე გააკეთოს, რაც 2014 წლის შემდეგ მოხდა, ხო? მინსკის შეთანხმებას მოაწერა დასავლეთმა ხელი და ამავე დროს მოახდინა უკრაინის მილიტარიზაცია და დაიწყო ის კონფლიქტი, რომელიც 2022 წლით თარიღდება. და პირდაპირ აღიარეს, რომ მოვიტყუეთო, ხო? დროის მოსაგებად გავაკეთეთ. ხო, არც მალავენ რა, აი ესეთი არც ნიღბავენ ამ ყველაფერს და ტრამპა საერთოდ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და თქვა, რომ ნუ იმპერატორად თulis ალბათ თავს რა და მათ შორის ინაუგურაციაზეც რომ განაცხადა, რომ ну მაგალითად რეაპკომმა ხაზი გაუსვა ამ განცხადებას, რომ ეს არის მესიანიზმი. ну ტრამპა თქვა, რომ ესე იგი მეო ღმერთმა გადამარჩინაო, რომ მოსულიყავიო ამერიკის პრეზიდენტად და გადამერჩინა ეს ქვეყანა და მეკცია ძლიერად. ძალიან არ მინდა, მაგრამ ისევ და ისევ აი ეს 30-იანი წლების გერმანიასთან მომდის ხოლმე პარალელები, როდესაც ვისმენ ხოლმე ეგეთ განცხადებებს, იმიტომ რომ ძალიან გავს რიტორიკაზე, სხვა შორის ძალიან გავს ის ელიტებიც ფინანსურმა ელიტებმა მოიყვანეს თავის დროზეც ჰიტლერი ხელისუფლებაში, გერმანელმა მწარმოებლებმა BMW, Mercedes-ი ვაშინგტონიდან პირდაპირ ფინანსდებოდნენ. კი ბატონო და ტრამპის დასაყრდენიც არის სწორედ აი ძალიან ძლიერი ფინანსური ელიტები, ამიტომ ეგეთი განცხადებები ჩემთვის იწვევს ასეთ ასოციაციებს. სხვა შორის ჩვენ გვექნება გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ბოლოსკენ ინტერაქტივის და საზოგადოების აზრით საინტერესო იქნება, ზოგადად რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ტრამპის პრეზიდენტობიდან, აი როცა ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, საინტერესო იქნება, რომ როცა დარეკავთ ამაზე ვილაპარაკოთ, თქვენი აზრი გამოხატოთ. მანამდე მინდა სანამ ინტერაქტივი ჩაერთვება, შევეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც და ერთი ვიდეო ვანახოთ მაყურებელს, სულ რამდენიმე საათის წინ გადაღებული ვიდეო არის, არც კი რადიკალური პროტესტი, როგორც ჩანს, საქართველოში კვლავ ღვივდება და აი შესწევს თუ არა სახელმწიფოს, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, ეს მაინტერესებს თქვენგან. თუ შეიძლება ვთხოვ რეჟისორს, რომ გაუშვას ვიდეო. ეს არის ახალი თეატრის მთავარი მანიფესტი. ჩვენ დროებით დავტოვეთ სცენა და გამოვედით ქუჩაში, რადგან სიახლეების დროა ახალი წესებით. აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენ ეს სისტემამ გვაიძულა. თუ შევცვლით სისტემას, შევცვლით მომავალს. მე არ ვარ მარტო. ჩემს გვერდით თქვენ ხართ, ჩემი მეგობრები, ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ძალა ერთობაშია. ჭეს! ნუ ხარ უყურე, ჭეს! თუ არ უშვენი თავს, არავინ გაგიხებს კარს, შენ წეს! აღარ ახსოვხარ ძვეს, შენ დღეს, ვერ გადაგარჩენ სხვა.
დავაპატიმრეთ, თავისუფლება წაგვარდეთ, ვერ მოგვერევით, თავისუფლება იწყება ჩვენივით. განა არ მეშინია, მაგრამ ხვდები ახლა სიჩუმე სისტემის მორჩილება, ჩვენი დუმილი, მათი გამარჯვება. მე წამართვეს ხმა, წამართვეს არჩევანი და დუმილის უფლება არ გვაქვს დუმილის უფლება, როცა უფლებებს გვარდმევ. ვერ გახბიცე, ხავს, თუ არ გაძლევ ხელს და არ გატეხავ გას და მერე თუ არ მიაჭერ გას, ისევ დაგიჭერს ის ვინც ვერ უშველა თავს, ისევ ვყვანე ჯვარს, ისევ მოიკლა თავს, ისევ ვიჩნდები იქ, სადაც სვამენ ამბნები. მითხარით რამე მელაპარაკეთ, დღეს აუცილებელია დიალოგი. ამოიღეთ ხმა, სისტემა იშლება მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. უგეშინიათ, რამდენს დაგვიჭერენ? ვერც ერთი ციხე ვერ ჩაახშობს ჩვენს ხმას. ვერც ერთი ციხე ვერ დაიმორჩილებს ჩვენს ნებას. ისე ჩუმად ხართ, ისე გეშინიათ. ხმა მოიღეთ ჩვენ და შევცვალოთ ისტორია. სიზმარში არ ვარ. ეს მართლა ხდება. მოქმედება ხმაზე ძლიერია. უფრო ხმა მაღლა. იმოქმედე თქვენი ხმა. შეცვალეთ ამაში. მიეცით თქვენს ხმას ძალა, თქვენი ხმა თქვენი იარაღია. ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ვართ ისტორია, ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ისტორიას ქმნის. ჩვენ ვერ ვხედავენ, ჩვენი არ ესმით. ესაა მანკიერი სისტემის უსულო სახე. დუმილი თანხმობის ნიშანია. თქვი არა, არა და არა. არა უკანონობას, არა სისტემის მორჩილებას. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. მღერით და ვხატებთ მომავალს. არ გავჩერდები სანამ არ შევცვლი. შევცვალოთ სისტემა არ შევცვლი. მას უნდა კონდეს შუშა ბანდები. გავტეხა შუშას, გავიპარები, ვეღარ დამიჭერშე. შარში ვართ სერიოზულში, ბადალო გიორგი. რა შეგვიძლია ვთქვა, გაუძლებს სახელმწიფო აი ესეთ დარტყმას, რაც ეხა მოიეს, არის სხვა შორის ულტიმატუმის შედეგი, რომელიც დოიაშვილმა დაუყენა ქართულ სახელმწიფოს, რომ 20-მდე რამეს თუ არ შეცვლითო, მე ვიცი რასაც ვიზაო. და აი რა ქნა და თან დაანონსა, რომ ეხა რაიონებში წავალ, იქაც იგივე უნდა გავაკეთო. რა კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ყველაფერზე? ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ახლა რასაც ხედავთ, ეს ახალგაზრდები ერთის მხრივ იდეოლოგიურად არიან მოწამლული, ეს გასაგები არის, მაგრამ მთავარი мотиваცია, რისთვისაც ისინი გამოდიან, ეს არის ის, რომ დაფინანსების შეწყვეტის შიში. ისინი გამოდიან უბრალოდ აი მატერიალური წყარო რო არ დაკარგონ რა. და სხვადასხვა ასე ვთქვათ, განცხადებებით არის ეს შეფუთული. ეს გასაგები არის მათ, არ გაუვათ არავითარი ეს აღარ აქვთ არც რესურსი და გამოდიან რაღაც სულელურ მანიფესტაციებს, კონცერტებს დგავენ და ცდილობენ რომ საპროტესტო ტალღა უფრო ასე ვთქვათ, განავრცონ და უფრო მასშტაბური იყოს, რაც არ გამოუვათ სახელმწიფო საკმაოდ მყარად აქვს ეს პოზიციები გამყარებული აქვს, სუვერენიტეტის გაძლიერება ხდება, ეს ძალიან კარგია და ხიფათი ერთადერთს ვხედავ მე იქიდან, ეს გლობალურ პროცესებს უკავშირდება, რაც წერან დავშვით თქვენ კითხვა, რომ ესე იგი რა მოხდება იგივე ევროპაში, ხო? ტრამპს უნდა რომ დაასრულოს კონფლიქტი უკრაინაში სწრაფად, მაგრამ თავის პირობებზე და ულტიმატუმის წაუყენა ვლადიმერ პუტინს, რომ თუ ის არ დათანხმდება, გააძლიერებს სანქციებს. და ეს რას უკავშირდება ახლა? ტრამპს არ აქვს გამოსავალი.
მართლაც არ აქვს იქიდან გამომდინარე რომ არც რესურსი აქვს ანუ ის უკრაინას ვეღარ დააფინანსებს უკვე შეწყვიტა 90 დღით და რომ გააგრძელოს დაფინანსება ის თავის იმიჯსაც დაკარგავს და სახესაც დაკარგავს ხო ასეა ვერც შეიარაღებითაც ვერ მოამარაგებს ჯერ პირველი იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს აღარ აქვს შეიარაღება იმისათვის რომ უკრაინა მოამარაგო თვითონვე ჭირდებათ და მესამე ის რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადააწყოს ასე ვთქვათ ძალები რომ მოახდინოს გადაფორმატირება სახელმწიფოს შიგნით იქ შემოიერთოს კანადა და გრენლანდია რახან განაცხადა უნდა მიიყვანოს ბოლომდე და უკრაინის კონფლიქტი უკვე ხელს უშლის მაგრამ უნდა რომ თავის დაავალა დასრულება სხვა შორის ას დღემდე ვერ გაუძლებს უკრაინის ფრონტი იქიდან გამომდინარე რომ ესე იგი თუ შეერთებული შტატები ვერ აფინანსებს ევროპაც ვეღარ აფინანსებს აღარ აქვს რესურსი ბიუჯეტის დეფიციტი აქვს მათ შორის გერმანიას და ეს იქამდე მინდა რომ ასე ვთქვათ უკრაინის ფრონტი ჩამოიშლება ამის საფრთხე არის ესე იგი უკრაინაში და ისე რეალურადაც რო დავფიქრდეთ ეხა 90 დღე შეიძლება ვიღაცას არ გონია ბევრი მაგრამ 3 თვე ეხა რუსული არმია შეაჩერო ფულის იარაღის გარეშე ეს ძალიან რთულია თუ არა აქვს ხო ალბათ ამისთვის სპეციალურად რაიმე მარაგი შენახული მაგრამ და ერთადერთი მიზანი ეხა ტრამპის მიზანი რა არის რომ თვითონ გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან შეიძლება ნატოდანაც გამოვიდეს პარიზის შეთანხმებიდან გამოვიდა ჯანმოდან გამოვიდა აქ ძალიან საინტერესო მომენტია ახლა რო უხარია ხალხს რომ აი შეერთებული შტატები გამოვიდა ჯანმოდან მაგრამ ჯანმოს ჯანმოთვის სოფლიო ორგანიზაციას აკონტროლებს შეერთებული შტატები ბილ გეიტსი ფინანსური ელიტა თუ შტატები გამოვა ის მაინც გააკონტროლებს ამას და იმისი დავალებით იმოქმედებს ჯანმო რომელიც ვრცელდება მსოფლიოზე ხო და შტატებზე არ გავრცელდება ანუ ხვდებით ხო რა თავისი იურისდიქცია რა თქმა უნდა თვითონ გააკონტროლებს თვითონ გვერდზე იქნება ანუ ნეგატივი მას მოიხსნის პასუხისმგებლობას ფარულად გააკონტროლებს იგივე ახლა ამზადებს ევროპას რომ გამოვიდეს ევროპის კონფლიქტებიდან და კონფლიქტი გადაიზარდოს მთელს ევროპაში რა ანუ რუსეთი დაუპირისპირდეს ევროპას აი ეს გეგმა არის რომელიც იგივე ბატონმა ევგენი ფიოდოროვმა განაცხადა რომ აი ეს გეგმა აქვს ტრამპს ასე შემთხვევაში მას მართლა წინასწარ მოუწევს ხო რომ გარკვეული პასუხისმგებლობები მოიხსნას მათ შორის ევროპის უსაფრთხოებაზე და საამისო რიტორიკაც პრინციპში შეინიშნება აი ნატოსთან დაკავშირებით 5%-იანი ესე იგი გადასახადი მთლიანი შიდა პროდუქცია ეკონომიკისა იგივე შეერთებულ შტატებს აქვს მაგალითად მშპ დღეს არის 27 ტრილიონი მე ხლა დავიანგარიშე დღეს და ამის 5% არის 1.3 მილიარდი. ანუ შეერთებულ შტატები თავად ვერ გადაიხდიან. თვითონაც ვერ გადაიხდის. არა თუ ევროპის ქვეყნები ხო ისინიც ვერ გადაიხდიან. ანუ ეს არის ისეთი პირობა, რომელიც დაშლის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, ნატოს და იქიდან გამოვა ალბათ პირველი შტატები იქნება. რახან ყველა ინსტიტუტიდან გამოდის ალბათ იქიდანაც გამოვა, იმიტომ რომ აღარ აწყობს ეს. ის უნდა გახდეს იმპერია. და არა ვიღაცის და ის მოკავშირეები უნდა იყვნენ მისი ვასალები და არა მოკავშირეები, ხო ხვდებით ხო? და როცა უნდა პროქსიომად ასე თუ გამოიყენებს იგივე ევროპას. კი ბატონო, ამასობაში ჩვენთან ჩაერთო ინტერაქტივის ნომერი, ეს გახლავთ 0323 100 900. საინტერესო იქნება ნებისმიერ მოსაზრებაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოსაზრება შეგიძლიათ გააჟღეროთ და სხვა თემებზე ისაუბროთ, თუმცა აი პირადად ჩემთვის საინტერესო არის რა მოლოდინია ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ხედავთ მართლა ძალიან დიდ ისეთ აღტაცებას ამ კაცის გაპრეზიდენტებით, ნუ საერთოდ ჩემთვის ეს აუხსნელია სხვა ქვეყნის ისინი ის აირჩია ამერიკელმა ხალხმა, ქართულ ხალხს არ აგვირჩევია და ეს მომენტი არ უნდა დაგვავიწყდეს და კარგად უნდა გვახსოვდეს, მაგრამ აი უბრალოდ რა მოლოდინები არსებობს ამ ქართულ საზოგადოებაში, ალბათ მართლა საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლის მოსაზრებები. მანამ კი ჩვენ ასე რომ დაგკავშირდით, მანამ ჩვენ მინდა განვაგრძელოთ საუბარი უშუალოდ ჩვენს რეგიონზე. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში ჩვენ სხვა შორის წინა გადაცემაში შევეხეთ ამ თემას. აზერბაიჯანში გაიმართა ჩვენი ქვეყნის ლიდერების ვიზიტი.
მათ შორის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეხვედრები იყო უმაღლეს დონეზე და რაც მე პირადად, გარდა იმისა, რაც იყო იქ საკითხები განხილული, რაც მე მესიამოვნა და ყურს კარგად მოხვდა, ეს იყო აქცენტირება ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ პოლიტიკაზე, რეგიონული პოლიტიკის გაგრძელებაზე და ეს სიტყვა თითქოს დავიწყებული ჰქონდა საქართველოში უკვე, მაგრამ აქცენტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის ლიდერები, რომ საჭიროა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება, რომ ჩვენ ამ რეგიონის ნაწილი ვართ და აი ამაზე ფოკუსირება. ჩემი აზრით ეს არის დადებითი ტენდენცია. ზარი გვაქვს ამასობაში ეთერში, მოდით მოусმინოთ მაყურებელს და შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მესამეც და თავმჯდომარე გიორგი თუმანიშვილი. ძალიან სასიამოვნო. ძალიან საინტერესო არის გადაცემა და სიამოვნებით უსმენ. შეკითხვა რა მაქვს? დიდი მადლობა. თემა ამისანა არის ტრამპი, როგორც უკვე დღეს არის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს. აი თუ შეიძლება რომ გახსნა ეს თემა, რა უნდა ველოდოთ, რა სარგებელი შეიძლება იყოს და პერსპექტივები. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში რა მოლოდინი უნდა გქონდეს? კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. და გიორგი გონება გახსნილი ადამიანი არის, მე მას პატივსაცემ და მე მგონია რომ საინტერესო პასუხი იქნება. დიდი მადლობა. არამედ მოხარებლის ის თქვენი საბავ გიორგი. დიდი მადლობა, მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის და საინტერესო კითხვისთვის. ჩემი აზრით, აქედან საქართველოს სარგებელს ალბათ არ უნდა ელოდეს შეერთებული შტატების მხრიდან და ჩვენ უნდა გავატაროთ საკუთარი სუვერენული პოლიტიკა და მათ შორის ჩვენს მეზობლებთან პირველ რიგში უნდა დავალაგოთ ურთიერთობები. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ 3+3 ფორმატი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ ძალიან საინტერესო საკითხებზე საუბარი და ჩვენთვის პრობლემატური თემები განვიხილოთ 3+3 ფორმატში. და რაც ჩვენ ყოველ გადაცემის დროს ვამბობთ, ჩვენ უნდა დავალაგოთ სამოკავშირე ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. კი, მაგრამ აი, რამდენად იქნება ამისი შესაძლებლობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში? 3+3 ფორმატზე სხვათა შორის, აი როცა საერთოდ შეიქმნა ეს ფორმატი, მე მახსოვს იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი იყო თუ სწორად მახსოვს. მაშინ განცხადება, რომ არ იყო ეს ერთბაშად ცალსახად ესეთი ნეგატიური პოზიცია არ დააფიქსირა. ამის გამო დაიტუქსა მაშინ ძალიან საქართველოს და ითქვა, რომ არც კი გაბედოთ იმ ფორმატთან, სადაც დასავლელი ძმაკაცი არ გეყოლებათ, ისეთ ფორმატში არ უნდა შეხვიდეთო. რამდენად იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ექნება საქართველოს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობები? თუ ის ნეხი რაც არსებობს, უნდა გაგრძელდეს. გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები, ყველა ამას ელოდება. ტრამპი ახლა ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, ჩინეთთან დაალაგოს ურთიერთობები და ჩინეთში ვიზიტსაც გეგმავს, ხო? და შემდეგ უკვე ჩინეთი განაცხოს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ გამოუვა, რა თქმა უნდა, ჩინეთმა ძალიან კარგად იცის შეერთებული შტატების პოლიტიკა. შეერთებული შტატები გეგმავდა, რომ ჩინეთისთვის წაერთმია სამხრეთ აღმოსავლეთის აზიის ქვეყნების ბაზარი და მათ შორის ტაივანი, ხო, სადაო არის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. აქედან გამომდინარე, ჩინეთს ვერ მოატყუებს შტატები და ასევე მარკო რუბიოს განცხადება იყო ჩინეთთან მიმართებაში, რომ ჩინეთიო არ არისო პოლიტიკურად მომწიფებული ქვეყანაო. ნუ ეხლა ეს არის ტრამპისთვის, ანუ ტრამპის გუნდის წევრი არის, რომელიც ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ტრამპს უშლის აი ამ გეგმებს, ხო? საინტერესო. როგორ უნდა თქვა იმ სახელმწიფოზე, რომ პოლიტიკურად მომწიფებული არ არის, რომელსაც 5000 წლიანი ისტორია აქვს, ხო, და გამოცდილება აქვს პოლიტიკური. შტატებისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე საუკუნე არის არსებობს და მათ საერთოდ პოლიტიკური კულტურაც კი არ აქვს, რომ როგორ ელაპარაკონ სხვა ქვეყნებს, ხო, რაც მათ შორის ტრამპის მხრიდანაც ჩანს.
სხვა შორის ეგ დამოკიდებულებები აქვთ ამ დასავლურ იმპერიებს, მათ შორის ირანთან მიმართებაში თუნდაც ირანი დღეს არის ეს რაღაც ეს ფუნდამენტური ისლამის ქვეყანაა თუ როგორც ეძახიან, თორე ეს არის 3000 სლოვანი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ყველა ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა უნიშნელოვანესი სახელმწიფოა, მაგრამ მათ აქვთ იმისი ფუფუნება, რომ ესე აგდებით ელაპარაკონ 3 და 5000 სლოვან სახელმწიფოებს სამწუხაროდ. ზარი გვაქვს ისევ ეთერში, საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლის პოზიციის მოსმენა, გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. საღამომშვიდობისა, საღამომშვიდობის. ქალაქი ბათუმიდან. მოგესალმებით. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მეგობრობა ჩინეთთან. აგერ რუსეთმა გააფორმა სტრატეგიული მეგობრობა ირანთან. ამ კონფიგურაციაში რასვლები იქნება ამერიკიდან და რა ნაბიჯებს გადადგამს თქვენი აზრით ბატონი ტრამპი. კონკრეტულად კავკასიაში ალბათ, კავკასიის კონტექსტში. კავკასიის რეგიონში და კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაში და ირან-რუსეთის მიმართულების მიზანად. დიდი მადლობა. მადლობა. ქალაქი ბათუმი ინგა აგირდა. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა. შეიძლება თუ არა ტრამპი ნორმალიზებას კავკასიაში ვითარების თუ პირიქით შეასრულებს იმ როლს, რასაც ასრულებდა ბაიდენი ცეცხლზე ნავთის დასხმის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ტრამპი, არ არის ისეთი არაადეკვატური, როგორც ბაიდენი იყო, ის საერთოდ, მესამე მსოფლიო ომით იმუქრებოდა, არ ვიცი, ის ბაიდენი და ის კლანი, კლინტონების კლანი საერთოდ მოსაშორებელია პოლიტიკური არენიდან და ალბათ ტრამპი ამის მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ის მავნებლები მოიშოროს. ეს თავად ამერიკელების საქმე არის. რაც შეეხება კავკასიასთან მიმართებაში, ტრამპი ალბათ იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც ევროპასთან მიმართებაში. ანუ ის დაიწყებს ძებნას იმ ქვეყნებისა, რომელსაც პროქსი ქვეყნებად გამოიყენებს იმისათვის, რომ სამომავლო დაწარმოოს ომი, კონფლიქტები, ან დესტაბილიზაციის მცდელობა იგივე რუსეთის წინააღმდეგ. რამდენად ირანისაც ალბათ, იმიტომ რომ კავკასია ორივე ზემეზობლებით. მე მგონი ცოტა შეიცვლება, შესაძლებელია შეიცვალოს, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დამთავრებისკენ მიდის საქმე და თუ ეს მართლაც ესე მოხდა, მაშინ ირანში დესტაბილიზაციის გეგმა იქნება, გადადებული, ასე ვთქვათ. სავარაუდოდ ეს ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ 50-50-ზე ალბათ. შანსიც არსებობს. მაგრამ შანსი არსებობს, რომ იგივე ირანი ჩართონ კონფლიქტში და მაგრამ ეს დაარტყავს იგივე შტატებს. ნავთობი გაძვირდება და შტატებისთვისაც ეს იქნება წამგებიანი. გასაგებია. ზარი გვაქვს ეთერში, შემოვიყვანოთ მაყურებელი, გამარჯობა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ენგო ვაჟა ვარო თარაჩული, მე მომწონს. სალამ ბატონო ვაჟა, მადლობთ რომ გვირეკავთ. გაიხარეთ, მე მომწონს ბატონი გიორგი რემაძის ანალიზი აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, უბრალოდ მისი აზრი მაინტერესებს, აი ჩემთვის მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი ტრამპის გამოსვლიდან ეს აშტირებული და აქტუალებული ხალხი რა და რაღაცა ფეირვერკებს უშვებენ, იმათთვის ნამდვილად არ მივეკუთვნები. კი ბატონო. მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მან ახსენა სქესთან დაკავშირებით, რომ მამაკაცია და ქალი ქალია. ეს და გარკვეულწილად ამ ლიბერალურ ფთას, რომელიც ამ სოდომურ ცოდვაშია ჩავარდნილი, რაღაცნაირად მოუხაზა, ასე ვთქვათ, რა თუ შეიძლება. და ასევე ჯანმოდან გამოსვლის თაობაზე გააკეთა ფაქტიურად განცხადება. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ამერიკის, მე მიმაჩნია, რომ ამერიკის გეოპოლიტიკური სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს და მომავალში ალბათ ჩვენ ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჯახს უნდა ველოდეთ, აი ეს რაღაცა ეს კონტურები იკვეთება. მე ესე მგონია, რომ ეს მარტივი არ იქნება ტრამპის პოლიტიკის განხორციელება, იმიტომ რომ ევროპაში საკმაოდ ძალებია მისი მოწინააღმდეგე, უპირველესად კი სწორედ დიდი ბრიტანეთი. და მე მიმაჩნია, რომ ვეთანხმები გიორგი რემაძის სწორ ანალიზს, რომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ აქ რაღაცნაირი ისეთი
ერთი ფეირვერკული განწყობილება როცა მოვიდა და ეხლა საქართველოს ბედნიერი გახდება და აი ჩვენ გვეშველება ჩვენ არ გვეშველება არაფერი თუ ჩვენ არ დავალაგეთ ურთიერთობა უპირველესად რუსეთთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არავინ არ დამეძახოს ან რუსეთუმე ან თურქეთუმე და მე ჩემი სამშობლო მიყვარს და ჩემი საქართველოს უპირველესია ჩემთვის მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ჩვენ აბსოლუტურად თუ არ დავალაგეთ რუსეთთან ურთიერთობა აი თქვენ ახსენეთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ძალიან კარგი ანალიზი გააკეთა ეხლა და იქ ბატონმა ირემაძე მაგრამ თუ ჩვენ არ დავალაგეთ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ იმ სათამაშო პოლიგონად ცუდი გაგებით როცა სახელმწიფო ქართული სახელმწიფო განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. დიდი მადლობა. რატომღაც ავირწდება ხალხს და აი მე მაინტერესებს ბატონო გიორგი აი თქვენი აზრი თვითონ ტრამპის გამოსვლიდან ახლა იქ ბევრი ლაფსუსი იყო რა თქმა უნდა და თავისი ინტერესები აი არავინ არ ჩათვალოს რომ საქართველოს ინტერესებს ჩვენ რატომღაც ესე გონია მაგრამ მე ორ მომენტს გამოვყოფდი ერთი რომ აი ეს ცალსახად ახსნა მამაკაცის და ქალის სქესთან დაკავშირებული ეს ოდიოზური პოლიტიკას აბსოლუტურად ნათელი მოხდინა და ჯანმოდან გამოსვლასთან დაკავშირებით. აი რაც შეეხება საგარეო ურთიერთობას, მე ვფიქრობ რომ მომავალ ჯახს უნდა ველოდეთ სწორედ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა ზარისთვის, შეკითხვისთვის. იმეც ვიტოვებ და რომ მალე მათ შორის ამ სტუდიაშიც გვექნება თქვენთან საუბრის შესაძლებლობა და უღრმესი მადლობა რომ დაგვიკავშირეთ. მადლობა, მე ვფიქრობ რომ მომავალ კვირას კი ბატონო, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, ძალიან საინტერესო კითხვები იყო. პირველი კითხვიდან დავიწყებ, ესე იგი ტრამპმა ფაქტიურად შეეცადა გადაერჩინა შეერთებული შტატები. იმით რომ ეს ლიბერალური დღესასრიგი და მათ შორის ეს LGBT პროპაგანდა, რომელიც კლინტონების კლანის დროს დაიწყო და მიმართული იყო მათ შორის ამერიკის მოსახლეობის დეგრადაციისკენ, ტრამპის მიზანი არის რომ შეაჩეროს ამერიკის რღვევა და შეინარჩუნოს ის იმიჯი რომელიც ასე ვთქვათ აუცილებელია რომ მოხდეს ამერიკის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. მეორე ის რომ ჯანმოდან რატო გამოვიდა? ჯანმო თავისთავად ის კოვიდ ფაშიზმი და ის დესტრუქციული ძალები რომელიც ჯანმოდან ანუ ბილ გეიტსის ფონდიდან მოდის, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელი არის და შეერთებული შტატები გამოიყვანა ტრამპმა, მაგრამ ეს ორგანიზაცია არ დაშალა. აი ეს არის საკითხავი, რომ ჯანმო მოგესალმებათ შეერთებული შტატების მიერ შექმნილი არის და მათ ტერიტორიაზე ძალიან თავისუფლად შეუძლიათ დაშალონ და ან გადააფორმატირონ. მოაშორონ ის ადამიანები, იგივე ბილ გეიტსი და სხვები იმ ორგანიზაციიდან, ხო? რომ არ გააგრძელონ მათ მავნებლობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ჯერ ისევ გაწევრიანებულები არიან. ამიტომ ტრამპი აქ რაღაც კეთილშობილი ქვეყნის ლიდერი არ არის, ის თავისი ინტერესებიდან გამომდინარეობს და იგივე ჯანმოს შეუძლია მიმართოს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ანუ ჯანმო როგორც ინსტრუმენტს იტოვებს ის. კი, რა თქმა უნდა, იტოვებს და ამას აკონტროლებს კიდევაც გესმით და მესამე კითხვა იყო ბრიტანეთთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბრიტანეთთან დაკავშირებით ტრამპი პირდაპირ კონფრონტაციაშია უკვე და ამის ფაქტები არის მაგალითად იგივე კანადა, რომელიც დაკავშირებული არის ბრიტანეთთან, მას ართმევს ამ კოლონიას ფაქტიურად და პირდაპირ ერევა, ანუ მასკმა პირდაპირ თქვა, რომ ბრიტანეთის ოპოზიციას აფინანსებს 100 მილიონი დოლარით. ეს პირდაპირ კონფრონტაცია უკვე და ეს ჩვენთვისაც კარგი არის, რომ ანგლოსაქსონური ქვეყნები ერთმანეთში კონფრონტაციაში არიან და ჩვენ გვეძლება საშუალება, რომ გავიძლიეროთ სუვერენიტეტი. კი ბატონო, ალბათ სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმ შესაძლებლობას, რომ რაღაც უფრო მეტი თავისუფალი სივრცე გქონდეს ჩვენაირი ტიპის პატარა ღარიბ ქვეყანას, რომ ამ ხელა რაღაც იმპერიულ ინტერესებს წინ აღუდგეს. თუ ხედავთ თქვენ ამის მაგალითს ან ამის ასე ვთქვათ ტენდენციებს ქართულ
ხელისუფლებაში, რომ ისინი ფიქრობდნენ რეალურად რეგიონის ქვეყნებთან და პირველ რიგში ალბათ ყველაზე უფრო მეტი პრობლემა ვისთანაც გვაქვს, ეს არის რუსეთი, მათთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ტრამპს არ ჭირდება მოკავშირეები, მას ჭირდება ვასალები და კოლონიები. ნუ როგორც იგივე ევგენი ფიოდოროვმა განაცხადა, ტრამპი ქმნის იმპერიას, რომელიც იგივე ჰეგემონი იქნება, არა ერთპულუსიანი მსოფლიოს ლიდერი, არამედ იმპერია, ანუ სხვა ხარისხში გადადის. პირდაპირი, ასე ვთქვათ, იმპერიალისტური პოლიტიკას გაატარებს. უფრო ხისტი და არავითარი დემოკრატია, ისე იტყვის, რომ ესესია, ანუ რაც მისაღები არის და ასე ვთქვათ, არ მოეთხოვება იუპიტერს, ანუ იუპიტერის უფლებები სულ სხვა არის და ხარის უფლებები სულ სხვა არის. იუპიტერს არ ებადება ხარს, ასეთი და როგორც კეისრის, ასე ვთქვათ, გზით მიდის, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ტრამპი ამ ხისტ პოლიტიკას გააგრძელებს იქამდე, სადამდეც მას საშუალებას მიცემენ ზესახელმწიფოები. მაგრამ ეს არ გამოუვა, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, იგივე ახლა 1 თებერვლიდან რაც ამოქმედება მექსიკისა და კანადის პროდუქციის წინააღმდეგ 25%-იანი გადასახადი, ეს რა თქმა უნდა გაზრდის პროდუქციის ფასს შეერთებულ შტატებში, ხო? სადაც არის წარმოება ის პროდუქცია, რომელიც შემოდის იმპორტიდან. და შედეგი რა იქნება, რომ პროდუქციაზე ფასი გაიზრდება, მოსახლეობა ვეღარ იყიდის იმ პროდუქციას, რომელსაც ვთქვათ, წინა წლებში ყიდულობდა იმ რაოდენობით, ანუ მოსახლეობის ცხოვრების დონე დაიწევს, შეიძლება ინფლაციაც მოიმატოს იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქციაზე დეფიციტი შეიქმნება და ასე შემდეგ. ეს უკუ რეაქციას გამოიწვევს და ნუ აი ელემენტარულია ეკონომიკური გაცვლებით, ეს უარყოფითად იმოქმედებს შეერთებულ შტატებზე. და რა გეგმა აქვს ტრამპს, ეს გაუგებარია იმაში, როდესაც ის აწესებს ამხელა გადასახადებს, ემუქრება იგივე ევროპას, ბრიქსის ქვეყნებს, საერთოდ 100%-იანი გადასახადით და არ ვიცი ახლა სადამდე, ანუ ის ცდილობს დააშანტაჟოს ქვეყნები და ფიქრობს რა, აი გამივა ეს, თუ გაუვა, თუ არა და ეს შეერთებულ შტატებზე იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა და შეიძლება ამას დეფოლტიც მოყვეს. კი ბატონო, ზარი გვაქვს ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა, ბატონო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა რომ გვირეკავთ. ბატონო, რა შეასაგმე? ეს თავრობა რამდენი წელია თავრობაშია? 12 წელი ხოა? დიახ. 12 წელი. გაგიგი ეროდეს ამ თავრობას ეთქვა რუსეთთან რაღაც ურთიერთობა დავამარტო ჩვენ გამომდივართ ჩვენ ვლაპარაკობ. ხო? ამას ექინია ნაციონალების ექინია რუსეთი უახსენო აუ აგერ რუსები ახსენეს აი თავრობა და ეს შიშია ვერაფერს რაკეთებენ ეს ეგ კომპლექსი ქონდათ ამათ მთელი ეს პერიოდი რა თქმა უნდა ზუსტად ამიტომ ვიყავით ჩვენ ასეთი მოწინააღმდეგე მათ შორის იმ კურსის ეხლა თუ შეიცვლება ეს ყველაფერი აი ეს მოლოდინია ამ შემთხვევაში საინტერესო არაფერი ბატონო არ შეიცვლება არაფერი ესენი ხმას რა მოიღებენ რუსეთთან მარტო აი ეს ისულა ურთიერთობა სავაჭრო ურთიერთობა მარტო ეგატორე ხმას რა გინახიათ აფხაზები და ოსები დავიბრუნოთ რომ გამოსულა ნუთხია ან ოპოზიციას ან თავრობას კი ბატონო მადლობა მადლობა კითხვისთვის რამდენად აქვს ჩვენ ხელისუფლებას იმისი ან რესურსი ან გამბედაობა ან შეიძლება ვიფიქროთ რომ აი რეალობა დაანახებს ამის დაანახვით რომ დაანახული აქვს ეგ ისედაც ხადია და ყველას კარგად გვესმის ეხა რომ ძალიან კარგად ხვდებიან თვითონაც რომ სხვა გამოსავალი არ არის უნდა დაიწყოს ეს პროცესი მაგრამ იზავენ ამას აქვთ ამისი რესურსი თქვენი აზრით ну რესურსი რამდენად აქვს ეს სხვა საკითხია ეს ცოტა ისეთი თემა არის რომელზეც ფრთხილი საუბარი არის საჭირო რომ ის პროცესები არ დავაზიანოთ რაც დღეს ხდება გულისხმობ იმას რომ საქართველოს უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მოხდეს დალაგება ურთიერთობების მეზობლებთან და ამავე დროს დასავლეთი არ წვეთს ხომ ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალების სცენარის ამოქმედებას და ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ ამას უკვე
არჩევნების შემდეგ პერიოდში, ხო? და ეს არის ბრძოლა, ქართული ერის ბრძოლა იმასთან, რომ ჩვენთან არ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, ხო, რაც უნდათ დასავლეთს, თუ ადრე იყო ომის პარტია, იყო გლობალური ომის პარტია. დღეს უკვე ის იგივე ძალები ცდილობენ ქაოსი დაორგანიზონ. ანუ ომი უკვე საკმარისი არ არის მათთვის და მათთვის უკვე მართული ქაოსი არის. ეს უკვე ცოტა სხვა სცენარი არის. ანუ ისინი შეეცდებიან რომ აი ამ ქაოსით შეუქმნან რუსეთს პრობლემები საზღვართან და შემდეგ უკვე აი ამ ქაოსით დაასუსტონ იგივე რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ძალიან რთული პროცესები მიდის და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და რა თქმა უნდა ჩვენი პარტია ყოველთვის ვიძახით ამას რომ გამოსავალი მხოლოდ ერთი არის რომ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები დამყარდეს. ნუ რა თქმა უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და მხოლოდ რუსეთს შეუძლია რომ რეგიონში იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, ხო? რომ უსაფრთხოების გარანტი, ხო? სხვა ქვეყანა არ იქნება და აქეთ უნდა მიდიოდეს საქართველო და იმედია რომ ხელისუფლება გამოძებნის იმ რესურსს რომ გადადგას ეს ნაბიჯები. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოვიდა. ჩვენ შევეხეთ მართლაც მნიშვნელოვან თემებს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევეხეთ იმ თემებს მათ შორის, რომლებიც აი ლიბერალურ არხებზე ხა ამისი განხილვა ასეთი ტიპის ანალიტიკა, საქართველოს რეგიონული პოლიტიკა, რუსეთთან რა ურთიერთობა უნდა ქონდეს, ჩინეთთან რა ურთიერთობა, სამწუხაროდ მოკლებულია ხო ალბათ ჩვენ მაყურებელი, ჩვენ საზოგადოება აი ასეთი ტიპის საუბრებს ხოლმე და ამისათვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ბატონო თენგო, მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც დაინტერესდა და კი ბატონო, დიდი მადლობა მაყურებელსაც ბუნებრივია აქტიურობისთვის. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის, შეგახსენებთ რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირემაძე იყო ჩვენი სტუმარი. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.